აბა კარგი ფილმის რეკომენდაცია ხო არ გესიამოვნებოდათ საღამოს პირველს. მოკლედ უყურე ალექსანდრ პეინის Holdovers და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი. თემები რაც ფილმშია მიმოხილული და რა ფორმითაც, მართლა ძალიან კარგად არის გაკეთებული. პერსონაჟების ერთმანეთთან დამოკიდებულება, მათი მსოფლმხედველობის და აზროვნების გარდატეხა ძალიან ორგანულად არის გადმოცემული. ფილმი არ გძაბავს, არ გრთუნავს, თუმცა მაინც ბევრ ისეთ მნიშვნელოვან რამეზე ჩაგაფიქრებთ, რაზეც შეიძლება აქამდე ყურადღება არ გაგიმახვილებიათ. ხშირად მესმის ბევრისგან რომ ისეთ ფილმებს ვეღარ იღებენ როგორც ადრე და ჰოლივუდში საერთოდ რას აკეთებენ თვითონაც არ იციან. ვინც ასე ფიქრობს, მათთვისაა სწორედ ეს ფილმი. ჩემი აზრით ალექსანდრ პეინმა სწორედ მათი მოსაწონი ფილმი გადაიღო. Holdovers-ი აუცილებლად გაგახსენებთ ნიჭიერ უილ ჰანტინგს, მკვდარი პოეტების საზოგადოებას და ქალის სურნელს. ოპერატურა, კადრები, კომპოზიცია, სცენარი, ტიტრებიც კი გაფიქრებინებთ იმას, რომ ეს ფილმი 2023-ში კი არა, არამედ 80-იანი 90-იანების მიჯნაზე გადაიღეს. და ვფიქრობ, ეს ცუდი ნამდვილად არაა. კი შეიძლება ვინმე მიფიქროს, რომ თითქოს რაიმე ახალი და ორიგინალური აკლია ამ ფილმს. და ამაში რაღაც სიმართლის მარცვალიც არის, მაგრამ ამისგან მიუხედავად საბოლოოდ ძალიან კარგი გამოვიდა. და ალბათ ამაში ლომისწვრილი პოლ ჯიამატის მიუძღვის, რომელმაც მისი კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო პერფორმანსი დადო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საუცხო არტისტია. ასე რომ თუ ჯერ კიდევ არ გინახავს Holdovers, ჩემგან დიდი რეკომენდაცია და არ დაივიწყო არხის დაფოლოვება.